გამარჯობათ. აი ნახეთ როგორი ყვავილი მაქვს, ესეთი ყაისნაყით ნაკსოვია და ვიყენებ ხოლმე სახალწლო ნაძვის ხის დეკორაციად. ძალიან ლამაზია, აი უკვე რამოდენიმე წელია უკვე მოქსოვილი მაქვს და მინდოდა თქვენთვისაც გამეზიარებინა აი წესი როგორ უნდა მოიქცოს ეს ყვავილი. ეს ფაქტიურად აი გულიდან იწყება და ესე გარშემო მოძრაობებით ესე წრიულად იქსოვება. ეს დაგჭირდებათ აი ესეთი სასურველია ლამაზი ესეთი ჭყიალა ეს იყოს ზონარი ესეთი დაგრეხეთ აი შეიძლება ესეთი ოქროსფერი მეტალის ძაფით დაგრიხოთ ეს და რამოდენიმე წვერი და გამოგივათ ესეთი ეს თქვათ თითქოს ეს არის თოკივით არის მაგრამ ესეთი ლამაზი რომ იყოს და ეს რა აი როცა თქვათ ნაძვის ხეზე ვამაგრებ აი ესე ზემოდან აზის ანუ ტოტის ზემოდან რომ ჩამოკიდებით არ ვიცი იმიტომ რომ უკანა მხარე მაინდა მაინც ლამაზი არ არის უფრო დასადებად ესე ტოტზე რომ დაამაგროთ კარგია შეგიძლიათ ასევე სხვადასხვა ფერებიც გააკეთოთ პრინციპში წითელი ფერიც უხდება ხოლმე როგორც წესი სახალხო საშობაო ნაძვის ხეს კარგით აი ესეთი ეხლა მე ყაისნახს გამოვიყენებ 1 ძალიან პატარა ყაისნაღია მართალია იმიტომ რომ 1.65 აი ესეთი მილიმეტრი. აი ესეთი მაქვს, იმიტომ რომ ძაფი რასაც გამოვიყენებთ არის ძალიან წვრილი 10 ნომერი ძაფია. აი ეს მეგონი ყველას თვის ესე ხელმისაწვდომი იქნება და შეძლებთ რომ მიშოვოთ ნამდვილად. სხვა ფერებიც არის ასეთი თხელი პატარა ესეთი წვრილი ძაფისთვის. კარგით, ესე იგი, დანარჩენი მეგონი ისეთი არაფერი გვინდა, უბრალოდ ეხლა გულიდან და დავიწყოთ. რამოდენიმე შრია, როგორც ატყობთ. ნახეთ, აი ეს ცოტა პატარა ფოთლების. შემდეგ გვაქვს ცოტა დიდი ფოთლების, იგივე ფორმის, აი ეს მეორე შრე. და ფაქტიურად, აი ეს მესამე არის უკვე ერთი შრია, ნახეთ, ამ შრეში შედის აი ეს ასე თქვათ, ცოტა არკიანი ესეთი ნაკსოვებიც და აი ეს ფოთლებიც ერთი შრი, ანუ მესამე შრეზე არის უკვე ესეთი ნაკსოვი და აი საბოლოო ჯამში ძალიან ლამაზი ყვავილია და შეგიძლიათ თქვა ჩანთების დეკორაციისთვისაც გამოიყენოთ ესეთი ცოტა რომანტიული ჩანთებისთვის ხო ყვავილებით რომ არის ესე გაფორმებული. ესე იგი, ახლა მე რასაც ვაპირებ არის აქ მოდით ავკრიფოთ ჩვენ ჯაჭვი ეს იქნება გულისთვის. მოდით ავკრიფოთ 10 თავისუფალი თვალი. ნახეთ ძალიან პატარა თვლებია, მოკლედ აი იმედია რომ თქვენ დაინახავთ ამას, თუმცა აი როცა მოგსოთ, ნამდვილად ძალიან წვრილი თვლებია. 1 2 3 4 5 6 7 8 9 და 10 თვალი და ჩავკეტოთ წრეში. ანუ ეს გული ესე გავაკეთოთ. ეხლა რამოდენიმე რიგი უნდა გვსოვოთ ჩვენ თვლები ნამატის გარეშე, იმისთვის რომ დავაგროვოთ აი სისქე აი ამ გულის საკმაოდ მაღალი ის აქვს. ღილივით არის ნახეთ, აი შიგნით, ხედავთ, ესეთი. და საკმაოდ დაგროვებულია ბევრი რიგები, მაგრამ ეხლა გაითვალისწინეთ, ჩვენ რასაც უყურებთ, ეს უკუღმა მხარეს უყურებთ. წინა მხარე იქნება აი რომ შემოადრიალო, აი ესეთი, ოღონდ ჯერ არ ჩანს კიდევ, როცა ბევრი რიგი დაგვიგროვდება, მერე კარგად გამოჩნდება. ეხლა აი ესე აქ რა თქმა უნდა 10 თვალი მინიმუმ გჭირდებათ, რახან 10 თავისუფალი თვალი იყო, ხო, ჯაჭვისთვის. და მოგსოვთ, აი შეავსეთ, თავარია შეიძლება მეტიც მოიქცოს ამ შემთხვევაში. რამდენიც იყო, იმაზე მეტი როგორც წესი ჭირდება ხოლმე რომ კარგად შეივსოს რიგი. მერე მეორე რიგი პირდაპირ უწყვეტად გადავალთ. ნახეთ ახლა თვლები ნამატის გარეშე, ხო ეს მარტივი თვლებია. აი ესე რომ შეავსებთ. აქ შეგიძლიათ ჩაკეტოთ რიგი. შეიძლება ჩაიკეტოს კიდეც, თუმცა აქ არ აქვს დიდი აზრი, იმიტომ რომ უნდა გავაგრძელოთ თან. აი ესე და აქ ახლა მე რასაც გირჩევთ რახან ძალიან ესეთი პატარა თხელი ძაფია ხო შეგიძლიათ აი ესე თვალი ნახევრად ნამატით აი ესე გააკეთოთ ხოლმე და უფრო სწრაფად გაგისქელდებათ ეს ღილი ხო აი ამ ხრივ ეს
დაგეხმარებათ. ახლა ჩვეულებრივი გავაკეთე. აი თუ ყაის ნახზე გადადებთ, ხო? ხვდებით რომ უფრო მეტი ესენია ძაფების მიმოსვლა აქეთ-იქით. თუმცა ესეც შეიძლება. თვლებით ნამატის გარეშეც შეიძლება. შეგიძლიათ 1 2 და 1-ად. ეს უკვე თქვენზეა, მაგრამ უბრალოდ ზედმეტიც არ მოგივიდეთ, იმიტომ რომ აქ რაღაც ადგილებში ძალიან გასქელებული არ იყოს, ზოგან უფრო ნაკლებად. აი ესე, შეიძლება ესე გსოთ და უნდა ესე იგი აი ეს აქედან რომ შეხედავთ, ეს იქნება თქვენი წაღმა მხარე. უნდა იყოს საკმაოდ ესეთი ღილივით ნაკსოვი. ხო? აი ეს. მოგრეთ სხვადასხვა მეთოდით შეგიძლიათ ეს ღილი მიიღოთ, აი აქ. აი ესე. კიდე უნდა გადაუაროთ, აქ არ ვიცი, თუ გირჩევნიათ რომ ჩაკეტოთ და მერე გააგრძელოთ, პრინციპში ესე შესაძლებელია, არ არის პრობლემა. თუ არა და ზემოდანაც პირდაპირ შეგეძლოთ გადავლა პირველ თვალზე. ეს ეხლა ბოლო რიგში მაინც თვლებს ნამატის გარეშე მოგსო, იმიტომ რომ აკურატულად გჭირდება რომ ერთნაირი იყოს, აი ზედაპირი იყოს, ნახეთ, აი ესე. ძალიან კარგად ჩაწყობილი. ჯობია სულ ასე თვლები ნამატის გარეშე მოგსოვეთ ბოლო რიგში. ეს თავი რამოდენიმე რიგი შეიძლება უბრალოდ ძაფების სიმრავლის ესე იგი მიზნით ცოტა სხვა თვლებიც გამოიყენოთ ნამატებით. ნახევრად ნამატით უფრო სწორად და აი ესეთი. აი ესე. ცოტა ესეთი. მონოტონური სამუშაოა, ხა ჯერჯერობით მერე საინტერესო იქნება უფრო. აი ახლა მე ნახეთ თითქოს აი აქ მოვალ მე ვეცდები ახლა ნახეთ აი ძალიან კარგად უნდა ამოიბურცოს აი აქედან უკვე კარგად არის ამობურცული და აქ მოყვები ახლა მე და ნუ თქვენც ახლა შეხედეთ აი უნდა იყოს როგორც ღილი არა ბრტყელი ნაკსოვი არამედ მოცულობითი ხო აი ესე გსოვეთ აქედან შევხედოთ, აი ეს ლამაზად ჩაალაგეთ, თუ ატყობთ რომ თვათ რეგულარულად თუ არ არიან ხო ჩალაგებული. შეგიძლიათ მიეხმაროთ და კარგად ჩაალაგოთ. ფაქტიურად მე ვფიქრობ, რომ მზად გვაქვს ახლა ჩვენ ღილი. და აქ მე მგონი პირდაპირ ამოვიყვანე ახლა ბოლოს. ეს მომეყანა. კიდე ცოტა. აი ესე. ეხლა აქ სასურველია მაინც გადათვალოთ, რამდენი თვალი გაქვთ. ჩვენ ეხლა აი აქ თუ დააგვერდებით, ესე იგი გვაქვს 5 ფოთოლი ესეთი გვირგვინის ფურცელი 1 2 3 4 5 აქეთაც 5-ია და ბოლოსაც 5-ია ნახეთ ამიტომ 5-ის ჯერადი არის სასურველი რომ იყოს თქვენი ბოლო რიგი ანუ ეხლა აქ თუ შეხედავთ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 შეიძლება პრინციპში 10 თვალი გავაკეთოთ იყოს 10 თვალით და ყოველ მეორე თვალში აი აქ ახლა ჩავკეტავ წრეს, ესე ვთქვათ. და ყოველ მეორე თვალში ესე არკას მოგსოვ ახლა მე არკებს. და იყოს ეს 5 თვლიანი არკები. 1 2 3 4 5
5 თავისუფალი თვალით და ესე იგი 2 თვალი თუ შეესაბამება, 1 თვალის გამოტოვებით უნდა ჩაარჯოთ. აი ესე. აი საიდან წამოდიოდა, იქიდან გადათვალეთ 1 თვალი გამოტოვეთ და მომდევნოში ჩაარჯვეთ. თვალი ნამატის გარეშე ისევ 5 თავისუფალი თვალი და ისევ ესე იგი აქ სიმდიდრე წვრილია, რომ აი 1 გამოტოვეთ და მომდევნოში. აი ეს კიდევ 1 2 3 4 5 5 არკა უნდა გქონდეთ საბოლოო ჯამში, ხო? ახლა ჯოჯობით 2 არკა მაქვს. 1 და 2. ახლა მე უკუნიდან უყურებ მაინც ამ ნაქსოს, მაგრამ შემდეგ რიგში უკვე უნდა წაღმამხრიდან შევხედოთ 1 2 3 4 5. 1 2 3 არკა მაქვს, კიდე მინდა, ხო? 1 აქ ცოტა ისეა. ვეთაკ შევალფიქრობ, ხო, 1 თვალის გამოტოვებით. და კიდევ 1 2 3 4 5 და უკვე აი ბოლოში, ხო? ნამდვილად 5 არკა, კი, 4 არკა მაქვს და ეს მე-5-ია. აი აქ საიდანაც დაიწყეთ, იქ დაამთავრეთ. აქ შეგვიძლია შემაერთებელი თვალი გავაკეთოთ ბოლოს. აი ესე. 1 თავისუფალი თვალი და მოტრიალდით ნახეთ აი წაღმა მხარეზე. აი ესე უნდა უყუროთ ახლა თქვენ. ეს იქნება თქვენი ზედა ესეთი ყვავილის ზედა მხარე. ეხლა ჩვენ მოვგზავნოთ აი გვირგვინის ფურცლებს. ყველაზე პატარებია ეს შიგნით რაც აგვაქვს. ხედავთ რომ ესეთია თითქოს ჩაღმავება აქვს შუაში. აი ესეთი ფორმა აქვს თითო ფურცელს. აი ეს. აბა ნახოთ. ესე იგი გადადით არკაში, პირველივე არკა რაც გვხვდებათ, ხო, როგორც გვსოთ ხოლმე. ой. შემაერთებელი თვალით აი ესე. ეხლა ავამაყოთ 1 2 3 თავისუფალი თვალი და ეხლა ჩვენ გვსოთ ტუნისულ ნაქსოვს. აი ტუნისული ნაქსოვი როგორია? მეგონი არასდროს არ მომიგსოვია. აი ჯაჭვის მოქსოვის შემდეგ, ესე იგი ბოლო თვალში არ შედიხართ და იმის წინ მოყავთ ესეთი თვალია, ხო? ბოლომდე არაფერს არ გსოთ. შემდეგ თვალშიც აი ესე. და მერე უკვე არკაში შედიხართ. ეხლა ტუნისულ ნაქსოვში არკა შეიძლება არც მონაწილეობდეს, უბრალოდ აი რაღაც ჯაჭვის გასწვრივ ამოყავთ თვლები, ამოყავთ და შემდეგ ერთბაშად ნახეთ როგორი მოძრაობა გვაქვს. აქ არკაში ერთი ესეთ თითქოს თავისუფალი თვალი მოგხსოვეთ და შემდეგ 2 ერთად. ეხლა თუ გინდათ რომ გაიზარდოს თქვენი ნაქსოვი, აი ჩვენ ახლა ნახეთ ცოტა დაბალი და ამაღლდეს ესე, ხო, ეს ლამაზად. აქ მოგხსოვთ ერთ თავისუფალ თვალს და ნახეთ, აი ეს ბიჯის ესე თქვათ ესეთი გაგები ცოტა პირდაპირ გაგებით არ არის, მაგრამ მაინც ზრდასაო. აქ მატებას იწვევს აი ეს ერთი თავისუფალი თვალი რომ მოგხსოვთ. ხა ხედავთ ხო სად შევედით? აი აქ გამოიტანეთ. ეხლა ის კარგად გაშალეთ. აქ გაქვთ კიდევ აი ესეთი ვერტიკალური ძაფი. გამოიტანეთ და ეხლა ისევ არკაში. ან თითქოს უკან ბრუნდებით. ოღონდ არკის ესე იგი არკაში შესვლის შემდეგ თავისუფალი თვალი უნდა გამოიტანოთ და მერე უკვე 2 ერთად, 2 ძაფი ერთად. აი ესე გაგეზრდებათ ეს ნაწილი. ერთი თავისუფალი თვალი, კიდევ ზრდით, ესე იგი რახან თავისუფალ თვალს გსოვ, ეს ნიშნავს რომ გავზარდე ახლა. შემდეგ ნახეთ, ესე. აი ესე. აი აქ და მორჩა აქ აღარ აქვს ეს ვერტიკალური ძაფები, უკვე არკაში. ერთი თავისუფალი თვალი, ეხლა 2 ერთად. და 2 ერთად. აი ნახეთ, და როგორ გაიზარდა. ეხლა ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ აი ამის სიმაღლე გამოგვივიდეს, აი აქ როგორც არის ფოთოლი. აქ რომ გითხრათ, აი ეს რიგების მიხედვით რიგებიც არ არის, ცოტა სხვანაირად არის აქ ეს ტუნისული ნაქსოვი. 1 2 3 4 ესეთი ხაზია ვერტიკალური, სადაც მაქსიმუმს ვახცევთ ხო სიმაღლეს ფოთლისას.
ხა ჯერ არ მაქვს, ნახეთ, 1 2 3 მაქვს, ანუ კიდე გავზარდოთ უნდა. ერთი თავისუფალი თვალი და იმ კიდის ასეთ ძაფში შევედი, შემდეგ აი აქ თუ გიჭერთ გამორჩევა, აი აქ ნახეთ, თითქოს აი ესეთი ძაფები მიყვება, აი ესეთი. ხო, აი აქაც ნახეთ, აი აქ. აი ეს. და შემდეგ არკაში. აქ ერთი თავისუფალი თვალი და ეხა ორ-ორად. 2 2 2 და 2. აი ეს. ეხლა აბა შევხედოთ 1 2 3 მაქვს უკვე. ეხლა ფაქტიურად ჩვენ აღარ გვინდა მომატება პირველ რიგზე, აი ეს მაქსიმუმი კარგია, ხო? და ეხლა გავაკეთებთ ესეთ რაღაცას. ესე იგი, ჩვენ მოგსოთ ჩვეულებრივად აი ჯერჯერობით ნახეთ იმის გარდა რომ იზრდებოდა, მე თან უნდა შეამციროთ ცოტა. აბა კარგად თუ შეხედავთ, აი ნახეთ, ყურებივით არის თითქოს. შეამციროთ, მე ისევ გაზარდოთ. აი ეს უნდა გავაკეთოთ ახლა ჩვენ. მაგრამ ჯერჯერობით არც შევამცირებთ, არც გავზარდით, ანუ იგივეს თავტვებთ, თავისუფალ თვალს არ გსოვთ და ნახეთ, როგორც წესი აქ შევდიოდი ხოლმე. ეხლა რახან თავისუფალი თვალი არ მოგსოვე, მანდ არ შევალ. აი აქ, ჩვეულებრივ, აი ვერტიკალურ ძაფებში. აი ესე იგი, ამოვიყვანე 1 2 3, ეს თვალი ისედაც იყო უკვე. აი ეს ნახე. ეხლა აქა და ერთი თავისუფალი თვალი, 2 ერთად, 2 ერთად, 2 ერთად, 2 ერთად. აი ეს არის ახლა ნახეთ, თითქოს პლატოზე გავედი. აქ უმატებდი, ახლა პლატოზე გავედი. ეხლა უნდა შევამციროთ უკვე. ანუ ერთხელ გავაკეთე, რომ არც გავზარდი, არც შევამცირე. ეხლა უნდა შევამციროთ, ცოტა დავაპატარავთ და ამიტომ აი ნახეთ, შეხედეთ, ესე კარგად გაწელეთ. თავისუფალ თვალს რა თქმა უნდა არ გსოვთ, პირიქით უნდა შევამციროთ და აი ამას გსოვთ როგორც შემაერთებელს. აი ეს არის მოკლება ეხლა. ეხლა უკვე ისე როგორც ტუნისული ნაკსოვი. აი ესე და მორჩა ეხლა არკაში. 2 ერთად, 2 ერთად, 2 ერთად. აი ეს ჩაღრმავების ადგილი გავაკეთეთ ეხლა ჩვენ. ეხლა ისევ გავზარდოთ ჩვენ ერთხელ ჩავაღრმავე და ერთხელ გავზარდი. აი ესე ერთი თავისუფალი თვალი და აი აქ შევდივართ. 1 2 3 და მორჩა. ეხლა მეოთხე უკვე არკაში. 2 ერთად, 2 ერთად, 2 ერთად და 2 ერთად. ეხლა ისევ აღარ გავზრდი, ხო? როგორც აქედან აქეთ ჩავედი, ეხლა ასე ზემოთ ამოვდივარ, ხო? თითო-თითოდ. ესე იგი, აქ უკვე რახან არ ვზრდით, თავისუფალ თვალს არ გსოვთ და შედიხართ აქ კი არა, აი აქ, აი მეორეში, ესე ვთქვათ. ანუ ეხლა ნეიტრალური პლატო, ესეთი ჰორიზონტალური გექნებათ. ნაკსოვი წინდან თუ შეხედოთ, ხო, ესე გასწორებლო. ეხლა მე ცოტა დახრილად მიკავია, ვერ მიხვდებით. აი ეს, ნახეთ? აი ესე, ისევ გასწორდა ეს ადგილი. ესე. ეხლა ისევ გავაკეთებ მე მოკლების გარეშე. აბა ნახოთ. ესე იგი, აი აქ შედიხართ. ანუ მეორეჯერ ვაკეთებ ახლა მოკლების გარეშე და მე მოვუკლებთ. ესე იგი, არ კიდე რომ ამოყავთ, იქ აუცილებლად თავისუფალი თვალი და მე 2 ძაფი ერთად, 2 ძაფი ერთად, 2 ძაფი ერთად. აი ეს. ეხლა უკვე შემცირებაზე გადავალთ. აი ნახეთ. შემცირებაზე თითქოს იგივენაირად გსოთ, როგორც ესეთ შემცირების გარეშე, უბრალოდ აქ ესე კი არ ამოყავთ როგორც ტუნისული და ესე მიყვებით. პირდაპირ გამო, აი ნახეთ, ეს არის შემცირება. ანუ ეს უკვე აღარ მონაწილეობს იმ ტუნისულ ნაკსოვში, ხო, ეს თვალი. აი აქედან ვიწყებ მხოლოდ 1 2 და უკვე არკაში ვარ. 1 თავისუფალი თვალი, 2 ერთად. 2 ერთად, 2 ერთად. აი ესე. ეხლა ჩვენ თავიდან რომ დავიწყეთ 3 თავისუფალი თვალი ქონდა, ხო აქ? ანუ უცებ ნახეთ როგორ მკვეთრად არის ეს. აი ეს 3 თავისუფალი თვალი და მე მატებით ნელ-ნელა ავედით. აქაც დამთავრებაც ესე უნდა გავაკეთოთ. და ესე იგი
აქ უნდა მივხვდეთ, როდის უნდა უკვე აღარ გააკეთოთ მოკლება. ნახეთ, აი ამ თვალებს თუ დააკვირდებით ეს ვერტიკალურ ხაზებს 1, 2 და ფაქტიურად ეს იქნება მესამე. ანუ უკვე დროა, რომ აი ესე დავასრულოთ. ნახეთ. აი ეს უკვე ტუნისული ნაკსოვი კი აღარ გინდათ, ეს შემაერთებელი. აი ესე შემაერთებელი და ბოლოს არკაში შემაერთებელი. აი ესე. ესეთი ნაკსოვი გაქვთ. შემდეგ გადადიხართ შემდეგ არკაში და ზუსტად იგივე წესით, ზუსტად. 3 თავისუფალი თვალი და როგორც აქეთ მოგსოვე ეს ფოთოლი, ზუსტად იგივეს გაიმეორებთ. მეგონი, ახლა თუ მომყვებით არ არის ძნელი. თავარია რომ ჩანდეს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ ახლა, იმედია რომ კარგად იღებს კამერა. აი ესე. ესე იგი, როდის უნდა შეაჩეროთ აი ეს თავისუფალი თვალი და აი აქვე შედიხართ ხო ეს ზრდის თქვენ იმას ფოთოლს სიგრძეში და აი როდის უნდა შეაჩეროთ ეს ზრდა, აი ეს უნდა სწორად უნდა მიხვდეთ. ესე იგი, მე როგორც გითხარით, აი ამას თუ შეხედავთ 1, 2, 3-ია. ხო? 1, 2, 3 ხაზი მაქვს აქაც შევხედოთ. ნუ ეს უკვე ისეთია ცოტა შეგიძლიათ პრინციპში, მაინც აქ 4-ია, ხო? 4-ია. 1, 2, 3, 4 აქ უფრო დიდია. მაგრამ არ არის ეს ისეთი კაცრი ისა, თავარია იყოს პირველი რიგი ფოთლების ესეთი უფრო პატარა ზომის, შემდეგ უფრო დიდი ზომისაზე გადახვალთ. თუმცა ერთნაირად უნდა აკეთოთ სულ ერთი რიგი, ერთნაირად, ну, ეცადოთ რომ ერთნაირად გსვათ, ხო? კარგი, აქ ეს კიდევ ერთი თავისუფალი და ესე მოგეთ გაიმეორეთ ის, რაც პირველი ფოთლის შემთხვევაში მე მოგსოვე და ასე 5 ფოთოლი გექნებათ ჯამში. მერე უკვე გადავალთ მეორე რიგზე. ესე. ეხლა უკვე გავჩერდები, აღარ მატებას აღარ ვაკეთებ. არც ესე თავისუფალ თვალს არ გსოვთ და აი აქ შედიხართ პირდაპირ. ეს უკვე პლატოზე გავედი.